საერთო სასამართლოებთან დაკავშირებით კანონპროექტზე, როგორც არის საუბარი, ხვალ დაიწყება კონსულტაციები და ამბობენ, რომ პრეზიდენტიც შეიძლება რომ ჩაერთოს ამ კონსულტაციებში და რო გითხრათ ამის. იმედს გამოვთქვავ, რომ ეს კონსულტაციები დამთავრდება კონკრეტული შედეგით. არაერთხელ ითქვა, რომ აქ მთავარი პრობლემა, რომელსაც ჩვენ მანამდეც ვაჟღერებდით, მაგრამ მაინც და მაინც ამის მოსმენა არ უნდოდა უმრავლესობას და ეხლა უკვე ვენეციის კომისიის დასკვნაში არის ეს პრობლემა, ნაჩვენები, რომ მყისიერი შეცვლა სასამართლოში იქნება ეს ამ შემთხვევაში სასამართლოს ვეხებით თუ ნებისმიერ სხვა ინსტიტუტში, სხვათა შორის საზოგადოებრივ მაუწყებელსაც იგივე პრობლემა უდგას. მყისიერი შეცვლა ხელმძღვანელობისა იმ ინსტიტუტებში, რომლებიც დისტანცირებული უნდა იყოს პარლამენტს და ხელისუფლებას. მაშინ, როდესაც პარლამენტში და ხელისუფლებაში ძალთა ბალანსი შეიცვალა, ეს არის საშიში პრეცედენტი. ეს არის პირდაპირი გზა იქითკენ, რომ ახალმა ხელისუფლებამ თავის თავზე მოირგოს ეს ინსტიტუტები. ეს ერთი და მეორე საერთო სასამართლოებს რაც შეეხება, რაც პრობლემური საკითხია, ეს იყო 6 წევრის ამ იუსტიციის საბჭოს სასამართლოს უმაღლესი სადისციპლინო საკადრო ორგანოს 6 წევრის პარლამენტის მიერ არჩევის წესი. აქაც ვენეციის კომისია ძალიან ცალსახა იყო, როდესაც ამბობდა, რომ ოპოზიციას უნდა მიეცეს საშუალება აი ამ 6 ადამიანის არჩევის პროცესზე გავლენა ჰქონდეს. ეს როგორ შეიძლება მიიღწეს, ხო? ან თავისი, თქვათ, კვოტა უნდა ჰქონდეს უმცირესობას, თქვათ, რამოდენიმე წევრს ის ირჩევდეს, ან მისი კანდიდატები იყვნენ და გარკვეული მექანიზმი უნდა არსებობდეს, რომ უმრავლესობამ ეს არ დაბლოკოს. ან უნდა იყოს უფრო დიდი უმრავლესობით არჩეული, ვიდრე ჩვეულებრივი უმრავლესობა, ვთქვათ 2/3 და ასე შემდეგ. აი ეს ორი საკითხი არ იქნა გათვალისწინებული უმრავლესობის მხრიდან ჯერჯერობით და ეს ორი საკითხი არ ჩანდა იუსტიციის სამინისტროდან შემოტანილ კანონპროექტში. ამაზე ჩვენ ვაგრძელებდით საუბარს, ამაზე გრძელდებოდა დებატები და უცებ გამოჩნდა შანსი, რომ რაღაცა შეთანხმებამდე მივიდეთ. ძალიან კარგი იქნება თუ ეს შანსი გამოყენებული იქნა, მაგრამ როგორც ყოველთვის დემოკრატიულ ქვეყნებში, ვთქვათ, ბურთი უმრავლესობის მოედანზე. მეორე მოსმენით არის დამტკიცებული კანონპროექტი და რაც შეეხება მეორე საკითხს, რომელიც 6 წევრიდან ერთის არჩევას ოპოზიციის მხრიდან გულისხმობს, ეს რეგლამენტში უნდა შევიდეთ ცვლილებები და უფრო რეალურია და თუ ერთი საკითხზე მოხდა დათმობა და შეთანხმების წინასწარ ვერ გეტყვით, იქნება თუ არა თქვენთვის საკმარისი, თუნდაც ერთ წინასწარ ვერ გეტყვით, არ არის გამორიცხული და ამის პრეცედენტები არსებობს, რომ თუ კი იქნა უმრავლესობის ნება კანონპროექტის რაღაცა ნაწილი დაბრუნდეს მეორე მოსმენის სტადიაში, ესეც არ არის აბსოლუტურად აკრძალული და დაუშვებელი. მთავარი არის ამ საკითხებზე მოიძებნოს პოლიტიკური ნება და საქმე რომ არ გაფუჭდეს, აი იქიდან ამოვიდეთ, იმიტომ რომ საქმე ამ შემთხვევაში არა მხოლოდ შიდა ბალანსია ხელისუფლებებს შორის, არამედ ასევე ჩვენი ევროპული პერსპექტივის მდგომარეობა უახლოეს პერიოდში, იმიტომ რომ იმ სახალხო პარტიის საპრეზიდენტო განცხადებაში და შეგახსენებთ კიდევ ერთხელ, რომ ამ საპრეზიდენტო ჯგუფში შედის ევროკომისიის პრეზიდენტი ბაროზო, იყო ნათქვამი, რომ თუ კი ვენეციის კომისიის დასკვნა არ იქნა გათვალისწინებული, ამან შეიძლება პრობლემა შეუქმნას, უпростоრად შეუქმნის პრობლემა საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. იცით, რომ ამ ევროპულ პერსპექტივის განხორციელებაში გარკვეული სტადიებია. იქ არის თავისუფალი ვაჭრობა, ასოცირების შეთანხმებასთან ერთად, იქ არის შემდგომში უვიზო რეჟიმი და ასე შემდეგ. აი ამ ნაბიჯებით სიარული ჩვენ შეგვიძლია, მაგრამ შეიძლება მინიმუმ ეს ნაბიჯები შენელდეს, თუ კი აი აქ ჩვენ აი ამ საკითხებში ვერ ვიპოვნეთ კომპრომისები. ვფიქრობ, შესაძლებელიც არის და აუცილებელიც არის გამომდინარე იქიდან, რაოდენ მნიშვნელოვანია ესა ქვეყნის ინტერესებისათვის და არა უმცირესობის ან უმრავლესობის ინტერესებისათვის. შესაბამისად ეს იქნება კიდევ დამატებითი ბერკეტი, რომ პროცესი გაგრძელდეს და რაღაც საერთო ნიშნულამდე მივიდეთ, მაგრამ მე მაინც იმედს ვიტოვებ, რახან გადაიდო მესამე მოსმენით კენჭისყრა, ეგება და რაღაცა თქვა შეხების წერტილები მოიძებნოს.
თქვენ არ მეკითხებით, მაგრამ მე ჩემი ინიციატივით გეტყვით, რომ იგივე მდგომარეობას ვხედავთ საზოგადოებრივი მაუწყებლის მართველი საბჭოს გადარჩევა არ გადარჩევის საკითხში. იცით, რომ ეს კანონპროექტი შემოსული არის რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების სახელით, მაგრამ მე პრაქტიკულად დარწმუნებული ვარ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს ძალიან ხშირად წლების განმავლობაში ახასიათებდათ პოლიტიკური სიმპათია, ანტიპათიები. ამ შემთხვევაში უმრავლესობიდან ქალბატონი ელისო ჩაფიძე წარმოგვიდგება აი ამ კანონპროექტის მფარველ ანგელოზად, თუ შეიძლება ასე ითქვას, და გაკეთდა დასკვნა ამ შემთხვევაში უკვე ეუთოს მედიის საკითხებში წარმომადგენლის მხრიდან. აქაც იგივე საკითხია, რომ რეფორმის კონტურები შეიძლება იყოს ძალიან კარგი. შეიძლება ეს სტრუქტურა სასამართლო იქნება თუ მედია, რომელმაც უნდა მართოს ეს ინსტიტუტები, უკეთესად არის ქაღალდზე დაწერილი, ვიდრე იყო ადრე. მაგრამ საქმე არის აი ამ კადრების მყისიერ ცვლაში. და ამ კანონთანაც, საზოგადოებრივი მაუწყებლის კანონთანაც ევროპელებს აქვთ ეგ შენიშვნა, რომ თქვენ არაცლით არსებულ ხელმძღვანელობას დაასრულოს თავისი ვადა, გაიაროს როტაცია, ან მინიმუმ არ თავაზობთ გარკვეულ რაღაცა გარდამავალ პერიოდებს, რომ აი ახალ ბორცსა და ძველ ბორცს შორის რაღაცა მყისიერი ვარდნა არ იყოს, იმიტომ რომ აუცილებლად საქართველო პატარა ქვეყანაა და მე მგონი დამეთანხმებით, მიუხედავად თქვენი ახალგაზრდული ასაკისა, რომ ეს არის მუდმივი პრობლემა საქართველოში, კლიენტელიზმი, ნეპოტიზმი, ნაცნობმეგობრობა, რაც არ უნდა ბევრი ვილაპარაკოთ, რომ აი თქვა დიმიტრი გელოვანები ვიპოვნეთ და ისინი მუდმივად ნეიტრალურები იქნებიან, როგორც წესი ეს ასე არ ხდება ხოლმე. ამიტომ სხვადასხვა მხარის მომხრე დიმიტრი გელოვანებს შორის თუ არის ბალანსი დაცული, ეს უკეთესია, ვიდრე აი ერთი მხარის მთლიანად მოცილება და მეორე მხარის მოყვანა. ბატონო დავით, ამ საკითხზე მინდა გითხოთ თამარ კორძაია, რომელიც არის ერთ-ერთი ავტორი ამ პროექტის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცვლილებების შეტანის პროექტის ავტორი, უკვე ცნობილია, რომ ის კენჭისყრის ქართული ოცნებიდან ნაძალადების რაიონში მაჟორიტარ დეპუტატად. ესეც თუ აჩენს თქვენში კითხვის ნიშნებს და რამდენად ობიექტური იქნება ეს კანონპროექტი? უნდა აჩენს ისევე როგორც ბატონი ლაშატუღუში, თქვენ შეიძლება ჩათვალოთ, რომ ის არის არასამთავრობო სტრუქტურა და ამავე დროს მედიის წარმომადგენელი. ჩემის აზრით ეს ყველაფერი ღმერთმა მოახმაროს, რა თქმა უნდა, მაგრამ ამავე დროს საკმაოდ თქვა პოლიტიკურად აქტიური ადამიანია და ყოველთვის წლების მანძილზე გამოირჩეოდა ამა თუ იმ პოლიტიკური სიმპათიით. თქვათ რესპუბლიკური პარტიის წევრიც იყო ადრე, ეხლა არ ვიცი შეაჩერა თუ არა წევრობა. ეს არ არის დანაშაული, მაგრამ რაც უკეთ გაცხადდება, რომ ხშირ შემთხვევაში მედიის თუ არასამთავრობო სექტორის სახელწოდებათა მიღმა არიან არანაკლებ პოლიტიკურად დაინტერესებული ადამიანები, ვიდრე თქვენი მონამორჩილი, მით უკეთესი იქნება საზოგადოებისათვის. ბატონო, თარო საერთოდ რა თქმა უნდა, იგივე არის, ნუ იგივე რა ვქნა ამასთანავ პარლამენტში, ვთქვათ, ანეკდოტის მაგვარიც გამახსენდა, რომ რას ნიშნავს ევროპელი ჯენტლმენი. როგორ ლაპარაკობს ის? ევროპელმა ჯენტლმენმა თუ თქვა არა, ის აღარ არის ევროპელი ჯენტლმენი. ამიტომ ის იტყვის რაღაცა განსხვავებული ლექსიკით. შეშფოთებას გამოხატავს, იტყვის ხომარჯობია, ეს არის ბუნდოვანი, მაგრამ დასკვნა იგივეა, რომ ესე კეთება საქმის არ შეიძლება. თუ ჩვენ გვინდა საქმე და არა ამ საქმის მორგება საკუთარ პოლიტიკურ გუნდზე. აქაც იგივე არის ნათქვამი, რომ არ ჩანს მექანიზმები ადრე არჩეულ ადამიანებს როგორ მოაცილებთ. აქ შეიძლება ჩვენ გავშიფროთ, რომ აი უკეთესი ხომ არ არის როტაცია, ვისაც მოუწევს ისინი ნელ-ნელა გავლენ და მე ახალი თქვათ არჩევნები ჩატარდეს, როცა ამის დრო მოვა. ფაქტიურად ეს არის ნათქვამი, მაგრამ ზრდილობიანად ევროპულად ამ შემთხვევაში ქალბატონი წერს და არა ჯენტლმენი, მაგრამ დამოკიდებულება იგივეა. მეორე მოსმენით არის განხილულიო. ანუ ამ მოლაპარაკებების დროს შესაძლოა შინაარსობრივად შეიცვალოს დაუშვათ ის მუხლი, რომელიც იუსტიციის უმაღლესობისას დაკომპლექტებს. შესაძლოა ესა თუ ის მუხლი პროცედურულად დაბრუნდეს მეორე მოსმენის სტადიაში.
არ გამოვრიცხავ ამას. ასეთი პრეცედენტები არსებობს. შეიძლება კობა დავითაშვილს ეს არ მოეწონოს, ისევე როგორც ძალიან ბევრი რამე არ მოსწონს, მათ შორის ის, რაზეც ზოგჯერ უმრავლესობასთან თანხმობა ხერხდება ხოლმე, მაგრამ რა ვქნათ, ახლა კობა დავითაშვილის ხედვას, კონსტიტუციისას და პროცედურებისას ვერ გადავაყოლებთ ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვან ინტერესებს. ბატონ დავით, მაგრამ ეს არ არის აუცილებელი, რომ ასე მოხდეს. შეიძლება რაღაც სხვა მექანიზმები მოიძებნოს. შვეიცარიის ელჩის ღია წერილთან დაკავშირებით, რომელიც ახლახანს გამოქვეყნდა, ის აკრიტიკებს სახალხო პარტიას და ამბობს, რომ ამ პარტიამ აითვისა საბჭოთა სტილის პროპაგანდისტული მეთოდები და ასევე აკრიტიკებს ვარდების რევოლუციის ხელისუფლებას და ამბობს, რომ მათ გადაუხვეს დემოკრატიის გზას და მოინდომეს შეექმნათ ავტორიტარული მოდერნისტული რეჟიმი. აი როგორ შეაფასებით ამ წერილს? თავისთავად ახლა ამ წერილში რაც შეეხება ტერმინ მოდერნისტულს არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს. ავტორიტარიზმთან პრობლემები არის, რა თქმა უნდა, ხო? იმიტომ რომ დემოკრატიის გარეშე მოდერნიზაცია შეუძლებელია ხანგრძლივადიან პერსპექტივაში. მე სულ ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან და არც არავინ ჩვენი გუნდისგან არ იჩემებს, რომ არ იყო პრობლემები დაკავშირებული მათ შორის დემოკრატიასთან, სასამართლოს აბსოლუტურ პროფესიონალიზმთან და ასე შემდეგ, მაგრამ ეს არის პროცესი, რომელიც მყისიერად ვერ განხორციელდება. საქმე ის არის, უკან არ შევბრუნდეთ. ამ შემთხვევაში თქვენ თვითონ განსაჯეთ, ევროპელებს შორის რა თქმა უნდა განსხვავებული აზრები არსებობს. მაგრამ ამ შემთხვევაში შვეიცარიის პრეზიდენტი არ ვიცი რა წყაროებზე დაყრდნობით აცხადებს, რასაც აცხადებს. და ევროპის სახალხო პარტია, რომელიც შედგება რამოდენიმე ათეული ევროპული პარტიისაგან, ეს არის უზარმაზარი კოალიცია და რომელიც მნიშვნელოვანწილად დღეს მართავს ევროპულ სტრუქტურებს. როგორც ეროვნულ დონეზე, ვთქვათ, გერმანიაში კანცლერი არის ამ პარტიის წევრი, ამ კოალიციის წევრი, ისე საერთო ევროპულ დონეზე ბაროზო დაგისახელეთ წეღან, ხო? აი, ვისი შესაძლებლობები უფრო მნიშვნელოვანია, ვისი აზრი არის განსაკუთრებით ანგარიშგასაწევი, პოლიტიკურად თქვენც განსაჯეთ, თქვენც დამეხმარეთ ამის განსჯაში, რომ შეიძლება სახალხო პარტიაზე ხელაღებით ლაპარაკი და თქვა, რომ ეს რაღაცა მაჩანჩალა ევროპელები და ასე შემდეგ არიან. ბატონ დავით, ხო და ამ შემთხვევაში ახლა ამ შემთხვევაში შეიძლება მე არ ვიცი ზუსტად შვეიცარიის პრეზიდენტი რომელ პოლიტიკურ ელჩმა ხო თვლი რომ არ ვიცი თუ იმას იყენებს რომ შვეიცარია არ არის ევროკავშირის წევრი კი ბატონო მაგრამ ძალიან არაკორექტულია თუ კი ასე თქვა და თუ ეს არ არის თარგმანის შეცდომა ძალიან უხერხული არის ევროპის წამყვანი პარტიის შედარება საბჭოთა კავშირთან მინიმუმ ისტორიის სრული არცოდნა ჩანს თუ კი ესე უთქვამს მაგ ადამიანს ბატონო თუ გახსენდებათ დიპლომატისგან მსგავსი ტიპის ესეთი რადიკალური წერილი რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის მისამართით და რამდენად დიპლომატიური არის მსგავსი ტექსტები სწორედ ეგ გითხარით რომ თუ კი ეს არის ადეკვატური თარგმანი და დიპლომატებს ზოგჯერ ჩვევიათ ხოლმე რომ თქვან რომ ესე არ იყო რა თქვამი და არასწორად გაიგეს მთარგმნელებმა თუ ჟურნალისტებმა და შემდეგ არ გამოვრიცხავ ამას მე მახსენდება რაღაცა აღარ მახსოვს ზუსტად ვინ იყო ჩამოსული მაგრამ რაშია საქმე ლენინიზმს გავსო რაღაცაზე თქვა ნუ აბსოლუტურად კონტექსტიდან ამოგლეჯილად იყო ეს გაგებული ჩვენი საზოგადოების მხრიდან ის კაცი თავისთავად იტალიელი ისტორიკოსი რაღაცა ისტორიკოსმა შეადარა 20-იანი წლების მდგომარეობა და ამ კონტექსტში იხმარა ეს სიტყვა, მაგრამ გაგებული იქნა სრულიად არანორმალურად და იგივეს არ გამოვრიცხავ რომ შვეიცარიის ელჩსაც ერთი ეგულისხმა და მეორე გამოსვლოდა. მაგრამ ნუ ვთქვათ ამ შემთხვევაში სასურველი იქნებოდა რომ ჩვენივე დიპლომატიური არხებით მომხდარიყო დაზუსტება რომ რაშია საქმე მაგრამ ჩვენი დიპლომატიური სამსახური ახლა უფრო ზოგჯერ პოლიტიკური პარტიის სამსახურში დგას ვიდრე ქვეყნისა და საერთო ევროპული პერსპექტივების სამწუხაროდ ამიტომ ქალბატონ ფანჯიკიძეს ალბათ მხოლოდ გაახარებდა ასეთი ინფორმაციები თუმცა ეგ პირდაპირ არ ნახում რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ მოსულახელისფრებამ ამ არჩევნებზე მხარი აღარ დაუჭირა მოსახლეობის უმრავლესობა, იმიტომ რომ დემოკრატიის გზას გადაუხვიეს და ის ნაწილი თუ
არ ვიცი, ვერ გეტყვით თქო, ისევ იმეორებ, მე ახლა მისი საქმეა როგორ შეაფასებს, ეს არ არის მთლად დიპლომატის ენა, მაგრამ გეუბნებით, როდესაც შედარება არის ევროპულ თანამედროვე პარტიებსა და საბჭოთა კავშირს შორის, ამ ადამიანს ესე იგი ან წარმოდგენა არ აქვს საბჭოთა კავშირზე, ან ისევ და ისევ რაღაცა თარგმნის შეცდომა აქვს. ბატონ დავით, საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ უმრავლესობის რამდენიმე ლიდერმა გააკეთა განცხადება, ჩვენც მანანა კობახიძემ, რომ უმცირესობაში არის გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა და უხერხულად გრძნობენ თავს უმცირესობის რამდენიმე წარმომადგენელი მიხეილ სააკაშვილის გამო. არსებობს თუ არა რაიმე უთანხმოება თქვენს გუნდში? ფუნდამენტური უთანხმოება. ჩვენს გუნდში, ისევე როგორც ნებისმიერ ზრდასრულ მრავალრიცხოვან გუნდში, აზრთა სხვადასხვაობა ჩვეულებრივი ამბავია. ეს ასე იყო და ასე იქნება. თავარია სწორედ აზრთა სხვადასხვაობის პირობებში შეინარჩუნო პრინციპული ერთიანობა და ამას ვახერხებდით და ვახერხებთ კიდევაც. მიხეილ სააკაშვილი, რა თქმა უნდა, არის უპირობო ლიდერი ამ პოლიტიკური ორგანიზაციის და როგორც კი დასრულდება მისი საპრეზიდენტობა და ასეთად დარჩება, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ აზრთა სხვადასხვაობა არ იყოს თუნდაც მასთან პოლემიკის სახით. ჩვენ რა თქმა უნდა ბევრს მსჯელობდით, რა დამოკიდებულება შეგვემუშავებინა საკონსტიტუციო ცვლილებებისადმი. ჩვენ მოგწონდა შინაარსი, სხვათა შორის ამ შინაარსს, რომელიც ახლა გამოცხადებულია თითქოს და კონსტიტუციური დიქტატურის აპოთეოზად, ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. საიდან გაჩნდა და მისი გაჩენა არანაირად არ უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის სურვილებს. ეს ჯერ კიდევ შევარდნაძიდან მოდის და თუ ვინმის სახელს უკავშირდება, აი ვის უნდოდა ასეთი ტიპის კონსტიტუციური მუხლის არსებობა, ეს იყო ბატონი ზურაბ-ჟვანი. მაგრამ ნუ რაც იყო ეს ისტორია და ჟურნალისტებს თუ აინტერესებთ განსაკუთრებით ბატონი ჟვანიას წარსული, ესეც რომ გამოიძიონ, კარგი იქნება. მაგრამ რაც იყო, ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს უნდა ამოღებულიყო, მაგრამ რა ფორმით? ფორმამ, რიტორიკამ, სიმბოლიზმმა შეიძინა ძალიან დიდი დატვირთვა. ფაქტიურად ჩვენ შემოგთავაზეს ასეთი თამაში, რომ ან თქვენ დაგვემორჩილებით ნებისმიერ ფასად და ამით პოლიტიკურ მომავალს გაინადგურებთ, არ დაგვემორჩილებით, მაინც გაინადგურებთ. აი ასე დააყენა სამწუხაროდ უმრავლესობამ საკითხი და ამან არ მოგცა საშუალება მარტო შინაარსზე ყოფილიყავით კონცენტრირებული. ამიტომ მოფიქრებული იქნა ფორმა, რომელიც გვაჩვენებდა, რომ ჩვენ როგორც პოლიტიკური ორგანიზმი ვრჩებით ერთიანი, მიუხედავად შიდა განსხვავებისა, შიდა დებატებისა და ამისათვის ვითხოვთ სარეიტინგო კენჭისყრას. არაფრით არ უნდოდა უმრავლესობას ამის დათმობა, რატო გეკითხებით? სურო კაპრიზად მოჩვენებოდა, თუ კი ასეთი მნიშვნელოვანი შინაარსობრივი ცვლილება ხდება. რატო არ გვითმობდა? სწორედ იმიტომ, რომ მაქსიმალურად უნდოდა საზოგადოების თვალში ეჩვენებინა, რომ ჩვენ მნიშვნელობა დავკარგეთ და ყველაფერი ისედაც მოხდება. ამ სარეიტინგო კენჭისყრამ აჩვენა ჩვენის აზრით, რომ მნიშვნელობა რბილად რომ თქვათ, მთლად არ დაგვიკარგავს. რაც სხვათა შორის მთლად კარგად ვერ გაიგო რუსთავიორის PS-მა და ისეთი სიუჟეტი გავიდა ამ პერიპეტიებზე, რომლის შინაარსი მე პირადად ვერ გავიგე. რა არის ის მთავარი, რასაც დავუშვათ საპარლამენტო უმცირესობა არ დათმობს ამ მოლაპარაკებების პროცესში, რომელიც გაიმართება 27 მარტს თუ არ ვცდები და ანუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტება და 2/3-ით არჩევა მგონი, რომელიც იცით რა, მე არ მინდა რომ ეხლა ყველა დეტალი გავხსნა, იმიტომ რომ ბუნებრივია, ეს არის მოლაპარაკების პროცესი. ხო, ეხლა წინასწარ სანამ ჩვენები და ისინი ორივე ამ შემთხვევაში თანასწორუფლებიანი მონაწილე ამ კონსულტაციებისა რაღაცა წინადადებებს არ დადებენ, არ შეაჯერებენ. მე როგორ გითხრათ, რომ ამას დავთმობ, ამას არ დავთმობ. მე ამის უფლება არ მაქვს ახლა. ამ შემთხვევაში ეს უნდა გააკეთოს მომლაპარაკებელმა და მერე გაირჩეს პოლიტიკურ გუნდებში. თანხმდებით თუ არა? ხო? მე შემიძლია რაღაცა მოდელებზე ვთქვა, რომ აი მე ეს მოდელები მომწონს და ამაში ვხედავ კომპრომისს. მაგრამ მე ფრაქციაში ვილაპარაკებთ და შეიძლება აღმოჩნდე უმცირესობაში. მე ვიღაცა იტყვის ქალბატონი კობახიძე თუ ვიღაცა, რომ აი ვიღაცას დისკომფორტი შეექმნა, არავითარი დისკომფორტი ჩვეულებრივი პროცესია.
ფრაქციაში თუ პარტიაში მსჯელობენ, ვიღაცა რჩება უმცირესობაში, ვიღაც უმრავლესობაში და მერე ემორჩილებიან საერთო გადაწყვეტილებას. თუ არაფერი არ შეიცვალა, ნუ მე მგონია რომ პრეზიდენტი ვეტოს უფლებას გამოიყენებს. ნუ დაძლევენ კი ბატონო, დაძლევენ. მე შეიძლება ვიფიქროთ საკონსტიტუციო სარჩელზეც. რამდენად ეს ცვლილებები თანხმედრაში არის კონსტიტუციასთან. მაგრამ ნუ ეს უკვე იურისტები იმუშავებენ ამაზე. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკურ სამართლებრივი პროცესი, საკმაოდ ჯანსაღი და ზედმეტი ემოციები ამას არ ჭირდება. მაგრამ სამწუხაროდ სასწორზე დგას ევროპული პერსპექტივა. აი ეს ართულებს საკითხს. და ამიტომ ევროპულ პერსპექტივას მივაქციოს ყველა გუნდმა ყურადღება, ეს უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობის ინტერესებისათვის, ვიდრე ის თუ როგორი მოდელი გავა. ამ შემთხვევაში მე არ მინდა ნიშნის მოგებით ლაპარაკი, მაგრამ ევროპული პერსპექტივა უფრო ნათლად ჩანს ჩვენ შეთავაზებებში, ვიდრე ქალბატონი ბესელიას შემოთავაზებებში, მას სხვათა შორის ცოტა უფრო დამძიმება უნდოდა კიდევ არსებული პროექტის და ერთი-ორი ვენეციური რეკომენდაციის იგნორირებაც. გასაგებია, ასე ვთქვათ, არავინ არ იტყვის, არც ერთ ვთქვათ დებატებში, რომ ჩემი არგუმენტები ეყრდნობა არა დემოკრატიას, დამოუკიდებლობას, სამართლის უზენაესობას, არამედ პირადად ჩემ ინტერესს. ამას ხო არ იტყვის საჯაროდ არავინ რა. მაგრამ არის სტრუქტურა, ხდება მისი გაანალიზება, შეხედვა სხვადასხვა კუთხეებიდან და ჩვენ არგუმენტებს საკმაოდ დაუახლოვდა ვენეციის კომისიის არგუმენტები. აი ეს არის რეალობა. ხო და რატომღაც ეს უმრავლესობის ნაწილმა ჩათვალა, რომ რახან სასამართლო ხელისუფლებასთან, კერძოდ ბატონ კუბლაშვილთან რაღაც მოხერხდა, თითქოს ჩვენ პოლიტიკური გუნდი არაფერს აღარ წარმოვადგენთ. აი სამწუხაროდ აი ესეთი წარმოდგენა აქვთ მათ, რომ ვთქვათ, ყველაფერი სასამართლო იქნება ეს, პრეზიდენტის ინსტიტუტი, საპარლამენტო ფრაქცია არის სინამდვილეში ერთი კაცი. არ არის მას.